ეროვნულ ინტერესს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ატარებს. ეროვნული ინტერესი რა არის რომ მითხრათ? კულტურა, პირობა, პატრიოტიზმი. აი მაგათად ხოცები ხო ცნობილები არიან რომ მატყუარები არიან. როგორ შეიძლება მაგათ დააბრალოთ რომ პატიოსნობას იცავენ? ხალხსაც ამოგვივიდა ხელში ხოცები, მაგრამ არჩევანი რო ხდება, ნაკლებად ცუდს ანიჭებენ ოპერატიულ პირადობას შემდგომ. იწინა ჩანს ნაკლებად ცუდია. ნაკლებად ცუდი. ან ცუდი ადამიანია, ოღონდ ნაკლებად ცუდია. მაგალითად, ბევრი ის პრობლემა რომელიც თქვენ დაასახელით, იმიტომ არსებობს, რომ აი ეს ბიზნესი რომელიც თქვენ მოგწონთ, ხალხს ძარცვავს ყოველდღიურად. ეროვნული ბანკით ძარცვავს, გადასახადებით ძარცვავს, რეგულაციებით ძარცვავს. ის საწყალი ხალხი, რომელიც ჭიათურიდან რო ჩამოდიოდა, წიაღისეული მათი უნდა იყოს და მილიონრები უნდა იყვნენ და იმაზე ნერვიულობენ, რომ კომპენსაცია არა. არა, მეც გეტყვით, ანგლოზი კი არა, ბევრად უარესია ვიდრე თქვენ გონია. თქვენ თქვით რომ პატიოსნებას აფასებთ. ხედავთ თავრობას, რომელიც თავიდან ბოლომდე მატყუარაა, ხალხს ძარცვავს. და ანუ მინიმუმ ხო იმას მიმტკიცებთ, რომ მე მათზე ნაკლებად პატიოსანი ვარ. ოპოზიციაში თქვენზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად მორალია დაკარგული. გავბედეთ შემდეგ აჩენზე მოდით და მოგვეცით ხმა. გასპავდებით, მაგრამ საერთოდ ჯამში ხარშავს მერე ხალხი რა. აი ქართული ხალხი რო ერთად ხარშავს ვიღაცეებში, ამაშია ქართული ხალხის პრობლემა. ჩემი პრობლემა არის. გიორგის მაგალითი კარგი მაგალითია იმის, რომ ჩემთან პრეტენზია არ გაქვს. მე აგერ ძივარ გელაპარაკებით, წლებია გელაპარაკებით, ფინანსები გამჭვირვალე გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებები და პრინციპები სტაბილური არ გავავტოთ ამ პრინციპებს და პროგნოზირებადები ვართ. მეტი რა გიქნათ? წაი და უხარეთ მადლობა ბატონ ბიზნესს რომ ნაკლებად უარესია ვიდრე ვიღაც სხვა.